სალამი ყველას. გვიახლოვდება 4 ოქტომბერი, დღე რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნების გადაწყვეტილებით და გეგმით უნდა გამხდარიყო რუსული სპეცოპერაციის ჩატარების შედეგად ამ უკანონო ბანდიტური ხელისუფლების დაკანონების და მათი სანქციებისგან განთავისუფლების დღე და დღე რომელიც ჩვენი გეგმით უნდა გახდეს საქართველოს გამარჯვების და ამ ბოროტებისგან, რასაც რუსული ოცნება ქვია, განთავისუფლების დღე. ეს იდეა, რომ 4 ოქტომბერი გადავაქციოთ ამ ხელისუფლების, უკანონო ხელისუფლების დამხობის, რუსული ოცნების მშვიდობიანი დამხობის დღეთ, თავიდან ეკუთვნოდა პაატა ბურჭულაძეს. ამ იდეას ძალიან ცოტა მიმდევარი ყავდა დასაწყისში, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა მას, მაგრამ ძალიან მოკლე დროში იდეა გახდა ძალიან პოპულარული, ასე ვთქვათ, ფართო მასებში და ამაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც თავისი უბრალოებით, აბსოლუტური უპრეტენზიობით, სრული არნახული თავმდაბლობით და ძალიან გასაგები უბრალო ენით მოახერხა ჩვენი ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ხალხს აქვს ყველაზე დიდი ძალა, რომ ყოველგვარი პარტიული ლიდერშიპის გარეშე თვითონ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს თავისი ბედი, შეუძლია პასუხი მოთხოვოს იმ ძალას, რომელიც არ ასრულებს ხალხის ნებას. ეს მისია ლევან ხაბეიშვილმა არაჩვეულებრივად შეასრულა. ამიტომ დაგაგვიანდათ სუსელებო და ზოგადად ქოცბანდა ყველა წარმომადგენელო, ვინც დღეს ამ ქოცბანდას წარმოადგენს, ძალიან დაგაგვიანდათ, არაფერს ხაბეს დაპატიმრება არ შეცვლის, იმიტომ რომ ხალხს აღარ აქვს უიმედო განწყობა, მას დაუბრუნდა რწმენა, მას დაუბრუნდა იმედი და რაც მთავარია, მან დაიჯერა, რომ ამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია ხალხისვე ძალით და ეს ყველაფერი შეიცვლება. ვერც მურთას სოდელავას დაპატიმრებით ამ არაჩვეულებრივი ადამიანის, უნიკალური პროფესიონალის, უწესიერესი, უპატიოსნესი ადამიანის დაპატიმრებით შეცვლით რამეს, იმიტომ რომ მანაც თავისი ძირითადი საქმიანობა უკვე მოახერხა ისე, რომ მისი გამგრძელებლები არსებობენ და ვარსებობთ. პაატა ბურჭულაძეც რომ დაიჭიროთ, ვერც ამით შეცვლით რამეს, იმიტომ რომ ეს იდეა უკვე აღარ ეკუთვნის მხოლოდ პაატა ბურჭულაძეს და ეს იდეა გახდა ჩვენი ყველასი. მაინც არ ოყდებით და ამჯერად კიდევ ახალი სისულელე გამოაგორეთ, უკვე აღარც ვიცი გავიცინო თუ გავბრაზდე ამაზე. აჩუ ახალაიაზე, რომელიც დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რომელმაც 9 წელზე მეტი გაატარა ციხეში, ამჯერად ახალი ბრალდება მოუგონეთ. ის არ გეყოთ აივანზე რომ გლები ყავდა და ამ გლებს ხალხს აჭმევინებდა, ეს ეთყობა დაგიძველდათ და ახლა მოუგონეთ ბრალდება, რომ ცოლის ბინაში, ანინა დარეიშვილის ბინაში ინახავს თურმე ასაფეთქებელს, ნივთიერებას, აქვს რაღაცა ფანტასმაგორიული რაღაცა კავშირები, მათ შორის ისეთ ადამიანთან, რომელიც მისი მტერია თურმე, ასე მასთანაც თურმე კავშირი აქვს და რაღაცა პარლამენტის რუკები და ასე შემდეგ.
მართლა აღარ ვიცი ამაზე უკვე გავიცინო თუ გავბრაზდე, მაგრამ რომ იცოდეთ, ასეთი სისულელეებით ხალხში აგრესია მატულობს და ეს არ არის თქვენთვის კარგი, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს თქვენ ვერანაირი და ვერავის დაპატიმრებით მეც რო დამიჭიროთ, პატაბურჭულადაც რო დაიჭიროთ, ყველა რო დაიჭიროთ, ვისაც ახლა აქტიურად სოციალურ ქსელში თუ ტელეეკრანებზე ვხედავთ, ამით ვერაფერს ვერ შეცვლის. ტალღა აზვირთებულია და ეს ტალღა გახლავთ ქართველი ხალხი. მაშინ ხალხი უნდა დააპატიმროთ და ხალხის დაპატიმრება შეუძლებელი რომ არის, ალბათ ეს თქვენ ძალიან ვიწრო შეზღუდულ ტვინებში ეს მაინც უნდა შევიდეს და ამას მაინც ხვდებით. ერთადერთი რაცაც თქვენ აი ასეთი დაკავებებით შეიძლება მიაღწიოთ არის ის, რომ მიიღოთ უმართავი პროცესი და თუ რას ნიშნავს ხალხის მიერ წარმოებული პროცესის უმართავობა, მე მგონი ეს თქვენ ჩვენზე ნაკლებად არ უნდა გესმოდეთ და ეგებ დაფიქრდეთ. ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან დამხობას ცივილური ფორმით და ასე იქნება კარგი არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ თქვენთვისაც. პროცესი არ შეჩერდება, ვერ შეჩერდება, ვეღარ შეჩერდება, არც ერთი ჩვენგანი უკან დახევას არ აპირებს და 4 დეკემბერი აუცილებლად გახდება თქვენგან, თქვენი ბოროტებისგან ქოცებო განთავისუფლების დღე, საქართველოს განთავისუფლების დღე. ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს 4 საათზე პარლამენტთან, აი საქართველოს დროშების მშვიდობიან რევოლუციაზე. უახლოეს დღეებში დაიდება საჯაროდ ამ აქციის სამოქმედო გეგმაც. მომავალ შეხვედრამდე.